მოკლედ, რადგან საახალწლო განწყობა ახალი წლის პერიოდში მაკა შალიკაშვილმა ძალიან ბევრი ლექსი იკითხა. იკითხა რა, წაუკითხა ხალხს, იქ წაუკითხა, აქ წაუკითხა და მომეც ხა შენი ტელეფონი. მინდა დავურეკო და მაკას ვთხოვო, რომ ჩემ შულს აქვს დაბადების დღე და რამე საახალწლო ლექსი წაგვიკითხოს. მითი. ფოდიში ქვია რო გაწუხებთ ხო, მაგრამ არ გეცინებათ ალბათ ლექსს აწერთ ხო? ვაიმე შებასცინა. ქალი მწერალი, ქალი მსახიობი. არ იღებს. რა ვქნათ? არ და როგორ მინდოდა მაკას ლექსი მომისმინა. მე რომ მოგიყვე მაგის ლექსი. იცი შენ? რა პრობლემაა? აბა მიდი. აბ დაუბდათ რა, აი. აი მაკა. იგოეთის მარშრუტკას მოვყვები, უცებ ჩამეცინა. ძღოლის ფშვინვამ და ხრინვამ უცებ გამაღვიძა. ნოეს ზარმა დამინეკა. ამ დროს იმედის კარი იხება. ცრიალ მინდორზე თუ არ გაიგე. არა, მე მგონია რომ ესე კითხულობს უფრო. გავიარე გზიდან გზაზე და მეჯახა მანქანა. შენ რა კიდოდა იქ ავტომანქანა. რა კარგადათქრი. მე შეიძლება დაგბლოკონ ახლა მე მაკა მინდა, მაკა წაგვიკითხოს ყველაზე კარგად ამ ლექს, რატო ზინავს მაკას?